ჩვენ მოვიწვიეთ გენერალი ჯეკ კინი, Fox News-ის უფროსი ანალიტიკოსი. ეს არის პირველი ბრიფინგი, რომელიც ამ კვირაში გქონდა და მსურს ვიცოდეთ თქვენი შეფასება იმის შესახებ, რაც მოისმინეთ. კარგით, მოусმინეთ ბილ და დანა. შეუძლებელია გადაჭარბებით შეფასდეს ამ ბლოკადის მნიშვნელობა ირანისთვის და ის წარმოუდგენელი გავლენა, რაც ახლა გვაქვს. პრეზიდენტმა ტრამპმა გააორმაგა წნეხი ირანელებზე და ახლა მთელი ქვეყნის ეკონომიკა და მომავალი პირდაპირ ამ ბლოკადის ხელშია. შეგვიძლია მთლიანად გავანადგუროთ მათი ეკონომიკური სიცოცხლის უნარიანობა, თუ ეს ბლოკადა ძალაში დარჩება. და მოლაპარაკებები, რომლებიც კვირის დასაწყისში და გასულ შაბათ-კვირას ვიხილეთ, იმასთან შედარებით, სადაც ახლა ვართ, ძალიან განსხვავებულია. მე ველოდები, რომ ერთ მომენტში ირანელები დათმობენ და მოგცემენ იმას, რაც გვინდა და ჩვენ ყველაფერი უნდა მივიღოთ. რა თქმა უნდა, გამდიდრებული ურანი გამოვიტანეთ. არანაირი გამდიდრება არ ხდება. ისინი მთლიანად შლიან თავიანთ ბირთვულ პროგრამას. არანაირი მორატორიუმი არ არსებობს. თუნდაც ეს სრულად გამოირიცხოს, შეიძლება მორატორიუმი იყოს. როდის შეუძლიათ მათ ბირთვული იარაღის მიღება? ამას საერთოდ არ აქვს აზრი. თუ ახლა არ გინდა ბირთვული სახელმწიფო, რატომ უნდა ვისურვო და დაუშვა ეს შემდეგი პრეზიდენტობის დროს? ამას საერთოდ არ აქვს აზრი. და რა თქმა უნდა, ბალისტიკურ რაკეტებზე შეზღუდვა, არანაირი დახმარება პროქსებს და სია გრძელდება. ესეც უნდა დაემატოს ამ სია. ისინი ხვდებიან, რამდენად არახელსაკრავ მდგომარეობაში არიან. ჩვენ არ გაგვინთავისუფლებია მათი აქტივები. მინიმუმ ეს არის 27 მილიარდი, ალბათ ბევრად მეტიცა. გახსოვდეთ, ობამამ ეს გააკეთა ბირთვულ შეთანხმებაში 2015 წელს. თითქმის 100 მილიარდი დოლარი. რატომაც არა? ჩვენ არ გვინდა რომ მათ გამოსავალი მივცეთ. საქმე არ ეხება მხოლოდ სახის შენარჩუნებას. ერთადერთი, რასაც არ ვითხოვთ, არის კაპიტულაციის ხელშეკრულებაზე ხელმოწერა. ეს ჩვენი სავაჭრო ძალაა. რაც ჩვენ აქ გვაქვს. და თუ სანქციების შემსუბუქებაზე ვიფიქრებთ, ამაზე არც კი ვიფიქრებთ მანამ, სანამ ისინი დროთა განმავლობაში არ დაგვიმტკიცებენ, რომ მათი ქცევა ფუნდამენტურად შეიცვალა. ეს ნამდვილად საკითხია. იმიტომ რომ ამისთვის პასუხი უნდა მოვთხოვოთ. რასაც ისინი ამბობენ და რაზეც ხელმოწერას აპირებენ, ერთი რამეა. რასაც ისინი რეალურად აკეთებენ, სრულიად სხვა რამეა. იმიტომ რომ ისინი იტყუებიან და ატყუებენ. პრეზიდენტი ტრამპი ამას ყველაფერს კარგად ხვდება. მან იცის რა უპირატესობა აქვს. ამ მომენტში მიმდინარეობს პარალელური მოლაპარაკებები და შესაძლოა უფრო ფორმალური მოლაპარაკებები ჯერ კიდევ წინ იყოს. ჩვენ გვაქვს დიდი უპირატესობა და ვფიქრობ, სრულიად განსხვავებულ შედეგს ვიხილავთ. და გვაქვს მუქარა, რომ საბრძოლო ოპერაციებს დაუბრუნდებით. არ ვფიქრობ, რომ უნდა გადავდოთ. მათ ეს თავიდანვე სურდათ. რადგან ცეცხლის შეწყვეტა მათ საშუალებას აძლევს, აღადგინონ თავიანთი ხელმძღვანელობა, კვლავ დაამყარონ კარგი კომუნიკაცია და სცადონ გადაჯგუფება. უჭერთ მხარს სამხედროებს, რომ უფრო ეფექტურები იყვნენ და უკეთ დაიცვან თავი, ვიდრე აქამდე შეძლეს. მოდით მალე თავს მოვახიოთ ისეთი შეთანხმება, რომელიც იქნება ზუსტად ის, რაც გვინდა და არაფრით ნაკლები. კი ეს ბევრია. რასაც დავუმატებდი გენერალო ისაა, რომ ცეცხლის შეწყვეტის ვადა ამჟამინდელი კალენდრით სამშაბათს იწურება. ასეა დაგეგმილი. დეტალები პოლკოვნიკ ჯო ბუტინოსგან მოვისმინეთ. პირდაპირ ეთერში შესვამდე ცოტა ხნით ადრე. მან თქვა რაღაცები, არ ვიცი გაავრცელეს თუ არა და თუ გაავრცელეს, ჩვენ გამოგრჩა. მისი აზრით მოლაპარაკებები ყოველთვის რთულია. ამას კიდევ რამდენიმე კვირა მაინც დასჭირდება, არ ვიცი თქვენ ეთანხმებით თუ არა. მან თქვა, ამჟამინდელი აიათოლა მალულად იმყოფება და წერილებს იღებს. შეგიძლია დაადასტუროთ იმ ადამიანებისგან, ვისთანაც ისაუბრეთ, ეს არის თუ არა ირანის ლიდერობის დღევანდელი რეალობა. სინამდვილეში, იმის თქმა, რომ ირანის ლიდერობა დანაწევრებულია, ნამდვილად ევფემიზმია. და ნამდვილად მოლაპარაკებების გუნდი, რომელთანაც პაკისტანში მუშაობდით, მუდმივ კონტაქტში იყო თეირანის ლიდერობასთან. და მე არ ფიქრობ, რომ ჩვენ ზუსტად ვიცით, ვინ არიან ყველა მონაწილე, ან უფრო სწორად, ვინ მართლა მართავს პროცესს. მე ვფიქრობ, რომ ვიცით, ვინ არიან მონაწილეები. თეირანში კიდევ 2 ან 3 ადამიანია, მოლაპარაკებების ჯგუფის გარდა. ხო, ასეა, მაგრამ მიმდინარეობს დამატებითი არხების და ვფიქრობ, ჩვენი მაღალი თანამდებობის პირები და ალბათ თავად პრეზიდენტის ჩართულია ამაში. ბევრი რამ კულისებში ხდება, როგორც უნდა ხდებოდეს. ეს საჯარო არ უნდა იყოს. ვფიქრობ, სერიოზული მოლაპარაკებები გაიმართება იმ უპირატესობის გამო, რაც ახლა გვაქვს. ირანელებს არ ჰქონდათ ნავარაუდები, რომ პრეზიდენტი მათ წინააღმდეგ კიდევ უფრო გაძლიერებულ ნაბიჯს გადადგამდა და ყველაფერს საართმევდა, რასაც ისინი აფასებენ. გადაწყვეტილება. ვსაუბრობთ იმაზე, რომ მათი შემოსავლის ძირითადი წყარო ეხლა შეერთებული შტატების კონტროლის ქვეშაა.
იფიქრეთ, რას ნიშნავს ეს. უპირატესობა აქ მნიშვნელოვანია. მინდა ეს საკითხი რაც შეიძლება მალე მოგვარდეს, რომ ამ უპირატესობით ვისარგებლოთ. ანუ წინასწარი შეთანხმებით, რადგან ზეწოლა მათზეა და ეს ზეწოლა რაც შეიძლება მეტად უნდა შევინარჩუნოთ. მოლაპარაკებები რთულია, ყოველთვის ასეა, მაგრამ ჩვენ აქ დიდი უპირატესობა გვაქვს მათზე. თავად თავს კომფორტულად გრძნობთ. არ ვიცი, სადამდე მივიდა ეს საკითხი, მაგრამ იყო ცნობები, რომ ამერიკელებმა შესთავაზეს 20 წლის განმავლობაში არ გაემდიდრებინათ ურანი. ეს რიცხვი თქვენთვის მისაღებია? რატომ უნდა გვინდოდეს მორატორიუმი? ჩვენ უკვე გვქონდა 15 წლიანი მორატორიუმი ობამას ადმინისტრაციის დროს. ასე რომ 2020 წელს შეზღუდვების გარეშე მათ ბირთვული იარაღი ექნებოდათ. ამას მაშინ საერთოდ არ ქონდა აზრი. რატომ უნდა გქონდეს ამას ახლა რაიმე აზრი? ანა აქვს, რა თქმა უნდა. შემდეგ პრეზიდენტ ბუშ მოუწევდა ასეთ რამესთან გამკლავება. საბოლოოდ ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც ამბობს, თქვენ ბირთვულ სახელმწიფოდ არ გადაიქცევით. რატომ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ისინი 20 წელიწადში ბირთვულ სახელმწიფოდ იქცევიან? ამას ვინმესთვის აქვს აზრი? მე ვფიქრობ, რომ არა. უბრალოდ ამოიღეთ ეს სიიდან. მე მჯერა, რომ პრეზიდენტმა საბოლოოდ უკვე ამოიღო ეს სიიდან. სწორია. ეს იყო ის, რასაც ვცდილობდი გამეგო. შესანიშნავია. ამიტომ გულწრფელად რო ვთქვათ, ჩვენ სუდ მდგომარეობაში ვართ და ეხლა მხოლოდ ერთ რამეზე ვართ დამოკიდებული, რომ ამ საწვავის კრიზისიდან გამოვიდეთ. ჩვენ დამოკიდებულები ვართ შეერთებულ შტატებზე, რომ მათ ნავთობის ტანკერები ორმუზის სრუტეში გაატარონ, რომელიც ირანმა ფაქტობრივად ერთ თვეზე მეტია დაბლოკა რაკეტებით, დრონებითა და ნაღმებით. ამის გასაკეთებლად შეერთებულ შტატებს ორი გზა აქვს და ახლა ორივეს სასწრაფოდ ცდილობს. ეს არის სამშვიდობო შეთანხმების დადება, რომელშიც ირანი დათანხმდება ნავთობის ტანკერების გატარებას კვლავ დაუშვას. და არა ეხლა. რასაკეთებს ეხლა და რა აღაფრთოვანებთ მათ? მილიონობით დოლარის გადახდაა გადასასვლელად. ირანში რადიკალები ფიქრობენ, რომ ეს კარგია, მოდი შევინარჩუნოთ ეს, მეორე კი ამერიკის საზღვაო ძალებისთვისაა. როგორღაც გავხადოთ ის სრუტე უსაფრთხო ირანული თავდასხმებისგან, რომ ნავთობის ტანკერებმა შეძლონ გავლა. აი რასაკეთებენ შეერთებული შტატები ამ ორ საკითხთან დაკავშირებით. წინა ორშაბათიდან თქვენი საზღვაო ძალები ბლოკადას უწესებენ სპარსეთის ყურეს, რათა შეაჩერონ ნავთობის ექსპორტი, რომელიც ირანს სასიცოცხლოდ სჭირდება ეკონომიკური კრიზისის დროს. ზეინაბაღმა და MBU-მ კი ჩინური ნავთობის ტანკერიც კი დააბრუნეს უკან. თავიდან აიცილეთ ბლოკადა, გემები იქნება შეჩერებული და დაპატიმრებული. დაუმორჩილებლობა გამოიწვევს ძალის გამოყენებას. ეს დიდ ზეწოლას ახდენს ირანის ეკონომიკაზე. მაგრამ ჯერ კიდევ გასარკვევია, რეჟიმს აინტერესებს თუ არა მისი კოლაფსი. მან უკვე დაამტკიცა, რომ ურჩევნია თავისი ხალხის მოკლა, ვიდრე ძალაუფლების დაკარგვა. რეჟიმს აინტერესებს თუ ინფლაცია 100 გადააჭარბებს. ამ დროს კი აშშ-ში ემზადება სრუტის გასახსნელად და გემების ესკორტისთვის. რა არის საშიში, მაგრამ მუშაობს? მე ვესაუბრე გენერალ ჯეკ კინს, არმიის ყოფილი ვიცე-ხელმძღვანელს და ომის კვლევის ინსტიტუტის პრეზიდენტს. გენერალ კინს აქვს უპირატესობა, რადგან მას კონსულტაციები გაუწევია შეერთებული შტატების ომის გეგმებთან დაკავშირებით. გენერალ ჯეკ კინ, სასიამოვნოა თქვენი ნახვა, ომის კვლევის ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტი. ამერიკის საზღვაო ძალებმა ორშაბათს დაიწყეს ირანული ან ირანიდან მომავალი ნებისმიერი გემის ბლოკადა. და ეს, რა თქმა უნდა, მიზნად ისახავს ირანისთვის განსაკუთრებით ნავთობის შემოსავლების წართმევას. ეს არის დაგვიანებული ტაქტიკის ცვლილება. მგონია, რომ რაც აქ მოხდა იყო ის, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა მართლაც გადაწყვიტა ირანელების წინააღმდეგ თავისი პოზიცია კიდევ უფრო გაამკაცროს რამდენიმე მიზეზის გამო. მათ დახურეს ჰორმუზის სრუტე და მოლაპარაკებებში საბოლოო შეთანხმებასთან დაკავშირებით არანაირი პროგრესი არ ყოფილა. ეს გეგმები უკვე მუშავდება, რაც სახიფათოა. ნავთობის ფონზე საზღვაო ძალები, ეს აშკარად იმისთვისაა, რომ გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს უნდა გაგვეკეთებინა მაშინვე, როგორც კი ირანელებმა ჰორმუზის სრუტე დახურეს. გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს უნდა გაგვეკეთებინა, მაგრამ ეხლა ეს უკვე მიმდინარეობს. და ეს იმისთვისაა, რომ ჩვენ საზოგადოებას და მაყურებლებს ნამდვილად სრულყოფილად ესმოდეთ. ეს ირანს მუხლებზე დააყენებს. ამის შედეგად მე ნამდვილად მჯერა, რომ აქ ძალიან დიდი დათმობები იქნება. მათი ნავთობის 90% და მათი შემოსავლის აბსოლუტური უმრავლესობა ახლა შეჩერებულია. და ჩვენი შეფასებები აქ დაახლოებით ასეთია. ირანი მუხლებზეა და გაიგეთ, მუხლებზეა და 450 მილიონი დოლარი დღეში შემოსავალი. დაახლოებით 13-დან 14 მილიარდ დოლარამდე თვეში.
რამდენიმე კვირის შემდეგ თუ ნავთობი აღარ გააგზელებს დინებას, იცით მათი საბადოებიდან, ნავთობის საბადოებიდან, განაწილების ცების ცენტრებში, მათ მოუწევთ ნავთობის საბადოების დახურვა 2 კვირაში. ასე რომ ეს ირანისთვის ფორმირებადი კატასტროფაა და ეს თავად მათ გამოიწვიეს. მართლა ვიმედოვნებ, რომ მათგან მნიშვნელოვანი დათმობები იქნება. ცეცხლის შეწყვეტა ამ კვირის ბოლოს მთავრდება და როგორც მე გავიგე და ძალიან კარგი ცხაროები მაქვს, პრეზიდენტი გაგრძელებას არ მისცემს. არა, ის აქ დიდ დათმობას ელის, თუ არა თავიდან დავიწყებთ ყველაფერს. ვეთანხმები თქვენ. სამწუხაროა რომ ბლოკირება ადრე არ მოხდა. არ ვიცი, ქონდა თუ არა ხელმისაწვდომი გემები, რადგან იმ დროს დიდ სამხედრო ოპერაციებს ატარებდნენ. მაგრამ ფიქრობთ, რომ ირანის რეჟიმი მართლაც დაიშლებოდა, რადგან მას ნამდვილად არ აინტერესებს თავისი ხალხის ტანჯვა, მას ძალაუფლება აინტერესებს. და მეორე საკითხი ასეთია. თქვენ რამდენიმე კვირის წინ ახსენეთ კრიზისის ნამდვილი სახე. ზევას ნამდვილად აქვს ეს დრო თავის სასარგებლოდ. თუ გავითვალისწინებთ მთელ იმ ზეწოლას, რომელიც მოდის საერთაშორისო საზოგადოებისგან, ამის გადასაჭრელად, რომ ნავთობმა კვლავ გაიაროს ჰორმუზის სრუტეში. დიახ, კარგი ბლოკადის მეორე ფაზა სხვა ოპერაციაა. და ბრძანებები უკვე გაცემულია ადმირალ კუპერისთვის, რომელიც მეთაურობს ზევა პას და გუერას. და ის არის მთავარი გეოგრაფიული მეთაური ადგილზე საბრძოლო მეთაური, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ ცენტრალურ სარდლობას. და მან უკვე დაიწყო ამ პროცესის რამდენიმე საწყისი ეტაპი. მისი მისია პირველ რიგში გაასუფთავოს ჰორმუზის სრუტე ნაღმებისგან. და ჩვენ პრაქტიკულად ამას ვაკეთებდით მაშინ, როცა ვსაუბრობდით. მეორე, უზრუნველყოს ამ ადგილის უსაფრთხოება და შემდეგ მესამე, რომ იქ გემები მოიყვანონ და მიაცილონ. გეგმა გაანადგურონ გრძელდისტანციური სისტემები, რომლებიც შეიძლება დაემუქროს ჰორმუზის სრუტეს, როგორიცაა ანტიგემის რაკეტებები, დრონები და სხვა ტიპის მხარზე გასაშვები რაკეტები. და ჩვენ ამაზე მუდმივად მუშაობთ. ჩვენ ჩამოვაგდეთ და გავანადგურეთ მათი რამდენიმე სწრაფმავალი ნავი. ყველა არ გაგვინადგურებია, რადგან ისინი მათ მალავენ, რა თქმა უნდა. მაგრამ ყოველ ჯერზე, როცა ისინი ცდილობენ გადაადგილებას, ჩვენ ვანადგურებთ მას. ჩვენ უზარმაზარი ყოფნა გვაქვს. და როცა გემებს უსაფრთხოდ ვატარებთ, დიახ, ეს ვიწრო სივრცეა. მაგრამ გემები ასე ძალიან ბევრ ადგილს არ იკავებენ, როცა რამდენიმე გემზე ფიქრობ. სველად მიყვებიან შეიძლება რამდენიმე გემი იყოს მათ შორის. ის სივრცე, რომელსაც გემები იკავებენ ირანის სიახლოვეს, ეხლა მათი იარაღის სისტემების მოქმედების არეშია, რომ შეძლონ სროლა, ირანზე თავდასხმა ან ისრაელში სირიის ბაზების დაცვა. ჩვენ იქ რამდენიმე გემი და 2 ავიამზიდი ჯგუფი ყავს. უკვე კვირებია გვესვრიან, მაგრამ არც ერთისთვის არ მოუხვედრიათ. ამიტომ შეგვიძლია ამ გემების დაცვა. და ეხლა როცა პასუხისგებელ მეთაურთან საუბრობთ, საკმაოდ თავდაჯერებულად გგზნობთ თავს. ის დარწმუნებულია, რომ შეგვიძლია გავხსნათ, დავიცვათ და უსაფრთხოდ გავატაროთ გემები მინიმალური შეფერხებით. ჩვენ ნამდვილად არ ვამბობთ, რომ დრონი ვერ გაივლის ამ ადგილს, მაგრამ თუნდაც გაიაროს, გემებზე მაინც იქნება საბოლოო დაცვა. და სავარაუდოა, რომ თუნდაც სავაჭრო გემებზე მივცემთ მათ გარკვეულ შესაძლებლობას დრონების წინააღმდეგ, არ გვინდა ამაზე დეტალურად საუბარი და გამოვავლინოთ, რა შეუძლია და რა არა. დიახ, დარწმუნებულები ვართ. ამ მისიას არ განვახორციელებდით, რომ გვეგონა რისკი ძალიან მაღალი იყო და დავკარგავდით ჩვენს გემებს ან ამ სავაჭრო გემებსაც. ეს უკვე ადრე გავიკეთებია და ირანის შესაძლებლობების წინააღმდეგ არაერთხელ გვიმუშავია სიმულაციები, ისევე როგორც ამ ბლოკადის ოპერაციის სიმულაციაც, რომელიც აქ მიმდინარეობს. დარწმუნებულები ვიყავით, რომ შევძლებდით ირანული დისტრიბუციის შეჩერებას და ასევე ნებისმიერი გემის შეჩერებას, რომელიც იმპორტებში ნავთობის ჩასატვირთად შევა. საინტერესოა, რომ სწორედ ჩინეთი კრიდულობს ირანის ნავთობის უმეტეს ნაწილს, მის დიდ უმრავლესობას. ამიტომ ეს შეიძლება საკმაოდ დიდი ზეწოლა მოახდინოს ჩინეთზე, რომ მოვიდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და თავის მოკავშირეს უთხრას საკმარისია. ნახავთ. როგორც თქვი, ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა რამდენიმე დღეში მთავრდება. რასელით, რომ დაბომბვა თავიდან დაიწყება, თუ შეთანხმება არ შედგება, ხომ ასეა? დიახ. თუ შეთანხმება იქნება, მე ნამდვილად მჯერა, რომ ეს გავლენა, რაც ჩვენ გვაქვს,
ირანული ნავთობის განაწილებაზე მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია. და მე ნამდვილად ვიცი, რომ ამან მათი ყურადღება უკვე მიიქცია. და მე ვეჭობ, რომ ისინი შეთანხმდებიან, მაგრამ აქ ჯერ კიდევ გასარკვევია. და ეს ყოველთვის აქვს ხმა და ეს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს. და რაც აქ უნდა გავაკეთოთ, არის ვიყოთ ადაპტირებადი და მოქნილი. და ბლოკადა არის ამ ადაპტირებადობისა და მოქნილობის მაგალითი. მათ დახურეს სრუტეები, შეწყვიტეს ნავთობის განაწილება ყველასთვის, გარდა საკუთარი თავისა და ჩვენ თქვით, საკმარისია. ჩვენ რამდენიმე დღის წინ მივეცით შეთანხმების შანსი პაკისტანში. ეს არაფერს გამოიღო. ეხლა კი მათ ნავთობს უკვეთავთ. შემდეგი ნაბიჯი თქვენზეა, ბატონო ირანო. რას აპირებთ? ფიქრობ, მათი შემდეგი ნაბიჯი ალბათ დიდი დათმობა იქნება. თუ არა, შეიძლება ჰუთები გაათავისუფლონ. თუ ისინი ჰუთებს მიცემენ უფლებას, სხვა სრუტე დახურონ, ეს ცეცხლის შეწყვეტის დარღვევა იქნება და მაშინ ისევ დაუბრუნდებით, ისევ ომში ვიქნებით. გენერალ ჯეკ კეინ, დიდი მადლობა თქვენი ანალიზებისთვის, ძალიან ვაფასებთ. სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი. მადლობა. მადლობა.